როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. Საღამოშიდობისა მოგესალმებით ყველას, თქვენ უსმენთ რადიო იმედს ახალი სეზონის გახსნილს. პარალელურად კი ღიეთერს უბრუნდება გადაცემა PR ფორუმიც. მე ამ გადაცემის წამყვანი ნინი ხუგაშვილი ვარ და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. როგორ აფასებენ კანდიდატების აქტივობებს PR სპეციალისტები. სტუდიაში თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას. ნუმრად ასევე მოვიწვიეთ ელდარ პირმისაშვილი, პერიტუშ ჯგუფის დამფუძნებელი და სოსო გალუმაშვილი, ჯებრას უფროსი კონსულტანტი, თუმცა უკვე დაგეგმილი გარკვეული ღონისძიებების გამო ისინი გადაცემის მსვლელობისას ჩაგვერთვებიან ტელეფონით. ამჯერად კი მოდით მოვისმინოთ რეგალია და შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დავბრუნდებით ღია ეთერში. არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ბიზნეს ტრენინგების ასოციაციის ტრენერი. წარმატების ფორმულა: წმენა, განვითარება, შემოქმედებითობა. საღამოშიდობისა მოგესალმებით არჩილ, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ სტუდიაში სასაუბროთ ამ თემაზე. გილოცავთ განახლებული ფორმატით და შინაარსით ახალ სეზონზე გამოსვლას. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო არჩილ, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დღევანდელი მონაცემებით ოფიციალურად რეგისტრირებულია 16 კანდიდატი. რამდენიმე თვის წინათ ჩვენთან სტუმრობისას თქვენ თქვით, რომ PR-ი ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს და რომ ის არის მხოლოდ პროპაგანდა. ხომ არ შეგიცვლიათ შემთხვევით აზრი არჩევნების ამ საპრეზიდენტო არჩევნების მზადების ფონზე, ხომ არ გამოიკვეთა რაიმე ისეთი ფაქტი, რამე შეგაცვლევინეთ აზრი? არა, მაინც არა. მაშინ ასე ვთქვათ, ასეთი რადიკალური ფორმით არა, მე ვთქვი, რომ ძირითად შემთხვევაში ჩვენთან პროპაგანდისტულია კომუნიკაციები. ახლაც იგივეს ვფიქრობ, იმიტომ რომ ამისი მზაობა არ გააჩნია ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს საქართველოში, არც საზოგადოებას, არც მედიას მათ შორის, ანუ ყველა ის რგოლი, რომელიც ჩართული არის ხოლმე საზოგადოებრივ პროცესებში, ჩვენთან არ არის მზად, რომ გახადოს პროცესი მაქსიმალურად ღია, გახადოს პროცესი მაქსიმალურად გახსნილი, არ იყოს აგებული რაღაცის მტკიცებაზე, ნეგატივზე, რაღაცა უკავშირებზე, გაუგებარზე მათ შორის. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში პროპაგანდის არც ისე ყველაზე იდეალური მეთოდიკა ჩვენ შემთხვევაში უფრო კარგად არის ხოლმე გამოყენებული, იმიტომ რომ ჯერჯერობით სამოქალაქო საზოგადოების არარსებობის პირობებში მათ შორის ძალიან ძნელია საზოგადოებას მიაწოდო არჩევანი, საზოგადოებას ჩვენთან ხშირ შემთხვევაში უფრო ურჩევნია რაღაცა პირდაპირ შესთავაზონ, დაუდონ, ზამზარეული და შეაჩეჩონ, ასეც შეგვიძლია ასე ვთქვათ მეტაფორულად გამოვხატოთ. და მეორე მხრივ პირებს, რომლებიც ჩვენთან არიან, ასე ვთქვათ, კანდიდატები სხვადასხვა რანგში, სხვადასხვა ფორმით, ნაკლები ინტერესი აქვთ იყვნენ მაქსიმალურად გაგებულები, მათ მაინც და მაინც ბევრი არაფერი თან არ მოაქვთ, ასე ვთქვათ, ასე პირობითად, ამიტომაც მათაც ურჩევნიათ რაღაცა მარტივი მექანიზმები შესთავაზონ საზოგადოებას, რათა ისინი არჩეულ იქნან. ამიტომ დღესაც სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ იმავე აზრზე ვრჩევი, რომ ძირითად შემთხვევაში ხდება პროპაგანდისტული კომუნიკაციების მართვა. თუმცა, აქ უნდა შევნიშნოთ აუცილებლად ის, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ PR ინსტრუმენტების გამოყენება არ ხდება. უბრალოდ შესაძლო არის, ეს ცნობილი არის პროპაგანდისა და PR-ის კამათის დროს, როგორც წესი, რომ ერთი დარგის ინსტრუმენტი გამოყენებული იქნას მეორის მიზნებისათვის, ასე ვთქვათ, გახსოვთ ადრე ჩვენ საუბრობდით, რომ შეიძლება ვთქვათ, ატომური ენერგია გამოიყენო როგორც პოზიტიურად, ელექტროენერგია აწარმოო, ასე ვთქვათ და ასევე ნეგატიურად, მაგალითად დიდი ბომბი გააკეთო, არა? ამიტომ ინსტრუმენტების გამოყენება, ვთქვათ, რაღაცა იქ პრეზენტაცია როგორც ინსტრუმენტი, იქ რაღაცა თანამოკავშირეების მოძიება, გავრცელება, რაღაც საზოგადოებასთან ურთიერთობა სხვადასხვა ფორმით, ესენი ინსტრუმენტალურად გამოყენებულია, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ფუნქციები დაკარგულია. თქვენ თქვით, რომ არ აქვს მზაობა არც მედიას, არც საზოგადოებას, არც თავად კანდიდატებს. რა იწევს ამას? რა აკლია იმისთვის, რომ ხშირად ამბობენ ხოლმე უმარილოა და ეს მარილი რით უნდა მივცეთ ამ ყველაფერს? რით უნდა მივცეთ? მარილი აქვს მიცემული კანდიდატის მხრიდან მაშინ, როდესაც კანდიდატი არის შემდგარი პიროვნება, შემდგარი, ასე ვთქვათ, სპეციალისტი, შემდგარი, როგორც კანდიდატი, შემდგარი იმით, რომ მას მართლა კონკრეტულ რაღაცა შედეგებზე აქვს გათვლილი და რაღაცა საოცრებებს არ ლაპარაკობს. ყველა კანდიდატი ყავთ მხედველობაში თქვენ?
ქართველი კანდიდატები, რა თქვა, საქართველოს კანდიდატები პირობითად როგორც ცნება, ასე დავარქვათ. თლიანობაში ახლაც ვერ გამოვყოფთ რომელიმე კანდიდატს როგორც რაღაცით საინტერესო. თანაც ძირითად შემთხვევაში ტრიალებს ერთი და იგივე ხალხი, რომელიც მეტად უცნაური ფორმით ხდებიან ხოლმე შემდგომ კანდიდატები და საზოგადოებას ან არიცნობს პირდაპირ ფორმით მასობრივი საზოგადოება, ან ავიწყდება ეს ადამიანები, ისევე აღტაცებით ხდებიან, როგორც ასე ვთქვათ, რაღაცა შესანიშნავ, კარგად შეფუთულ, აი როგორ ახome, ასე ვთქვათ, სადილს რომ სასტუმროებში ჩემს ბავშვობაში, ასე ვთქვათ, სასტუმროებში ხოლმე სადილს ცდილობდნენ, რომ დიდი ხანი ერთი კვირაში სადილ ყოფილიყო ხოლმე და მე მწვანოს ჩაუმატებდნენ და წყალს და ამითი განახლება ხდებოდა ხოლმე და ასე დავარქოთ, აი ესეთი მუდმივად ესეთი ფსევდო განახლების ფორმატში არიან ხოლმე კანდიდატები, აი თქვენ გითხრობთ სწორედ ამ ფსევდო განახლების პროცესში თავაზობენ საკუთარ პროდუქტს, ასე ვთქვათ, კანდიდატები მომხმარებელს. ერთგვარი შეჩეჩების ფონიაო, თქვენ ახსენეთ წეღან. რა განაპირობებს ამას? ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთების საშუალება. ვერ ვარჩევთ შავს და თეთრს ერთმანეთისგან. რა ქმნის? ვერ ვარჩევთ, მართალია. ჩვენ არ გვაქვს არც საშუალება, მათ შორის. იცით რა არის? საპრეზიდენტო არჩევნები და ასე ვთქვათ, კონკურენტული გარემოს არჩევნები, ასე ვთქვათ, კონკურენტებით არსებული არჩევნები რუსეთშიც ტარდება მათ შორის. რუსეთის პრეზიდენტიც დადის საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობდა, აგერ თუნდაც ბოლო შემთხვევაში, ბოლო არჩევნების წინ არა. ანუ რიტუალურ დონეზე ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ საშუალება რას ნიშნავს? როდესაც რეალურად იქმნება ის პროდუქტი, რომელიც სჭირდება, როდესაც სწორად ხდება მათი შერჩევაც, მათი წარმოებაც, მათი წარდგენაც საზოგადოებაში, მაშინ წინ წაწევაც, ანუ პრომოუტირებაც საზოგადოებაში. მეორე არის კიდევ უნარი არა გვაქვს ჩვენ საზოგადოებას. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ მაგალითად ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ გვეყოლება, სრულიად სხვა შინაარსს ატარებს, მაგრამ ის რა შინაარსაც ატარებს საზოგადოებისთვის არ არის საინტერესო. ჩვენ ამ პრეზიდენტის კანდიდატშიც რაღაცა საოცრება ასე ვთქვათ, მინი ივანიშვილს ვეძებთ, არა? მანამდე რაღაცა კიდე სხვას ვეძებდით, ახლა ასე ვთქვათ და ამიტომაც საერთო ჯამში ჩვენ უნარი არ გვაქვს შევარჩიოთ. სხვათა შორის ძალიან ესეთი ხისტი კი იყო, მაგრამ ძალიან სწორი შეფასება გააკეთა პრემიერმა, როდესაც თქვა, რომ ჩვენო არჩევანის გაკეთებაც არ ვიცითო და მე მივესალმე ამ ფრაზას, შინაარს არა, ფრაზას მივესალმე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ასეა. ყველგან ვეძებთ ჩვენი პირადი პრობლემების მოგვარების გზებს. რიგით ქართველს, რიგით მოსახლეს, ასე დავარქვათ, არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს ერი, არ აინტერესებს ძირითადი ფასეულობები, არის შემოჩეჩეული ფასეულობები, მაგალითად რაღაცა ფსევდოტოლერანტული საზომები, ფსევდოუფლებების დაცვის საზომები და ასე შემდეგ. და აი ამით გაბრუებული საზოგადოების წევრები მე უბრალოდ საკუთარ ჯიბეში იყურებიან და ეძებენ კანდიდატს, რომელიც ამ ჯიბეს უფრო ეფექტურად მოლოდინი ექნება, რომელიც ამ ჯიბეს უფრო ეფექტურად გამოადგება. ჩვენ რიგითი ქართველი, ნებისმიერი ეროვნების ქართველი, ასე დავარქვათ, ამის იქით ჩვენი არც ინტელექტი მიდის სამწუხაროდ, არც შეგნება მიდის და ასე ვირჩევთ ყველა კანდიდატს. თუ ჩვენ სხვაგვარად გონია აი ჩავიხედოთ გულში და როგორ ვეძებთ რა კრიტერიუმებით კანდიდატებს, პარტიებს, პიროვნებებს, აი მე ნახავ. თქვენ ამ განცხადებების გამო იჭმობს რომ გაგკითხავენ. მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ, ამიტომ მე მაქვს უნარი საზოგადოების მხრიდან გულისხმობ გაკეცხოს ამ შემთხვევაში. აუცილებელი ადამიანი ხანდახან სიმართლისთვის გაიკითხო, ხანდახან სიცრუისთვისაც. ძალიან საინტერესოა ჩვენ რადგან ტექნოლოგიებზე ვსაუბრობდით, როგორ უნდა აიწყოს წესით და რიგით საარჩევნო კამპანია, რას ფიქრობს ამაზე ელდარ პირმისაშვილი, ძალიან საინტერესო იქნება მის ჩართვა და პროდიუსერს გთხოვ რომ დაგვიკავშიროს მასთან, თუმცა მანამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე, მაშინ როდესაც ძირითადი კონტურები როგორც წესი არის ხოლმე მოხაზული სიტუაციის და ვითარების. თქვენ ვის აღიქვამთ რეალურ ოპონენტებად და რას აკეთებენ ისინი ამისთვის, რა ტიპის აქტივობებს ახორციელებენ ამ მრჩევლის გულის მოსაგებად? პირველ რიგში ოპონენტური გარემო ჩვენთან არ არის მიუხედავად იმისა, რომ 64 მსურველი გყავს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტობის ოპონენტური გარემო ნიშნავს რეალურად შემდგარ კანდიდატებს, რომლებიც თანამონაწილეობენ შეჯიბრებაში. ანუ აი როგორც ვთქვათ, ბოქსიორების მოჭიდავეები ერთ რინგზე თანაბარი წონის, ასე ვთქვათ, მეტოქეები გამოდიან. და მათ რეალური ძალებით იხარჯებიან და არა პრომოუშენით, რომელიც გამოსვლის პროცესში ხდება. ანუ რეალურად რასაც წარმოადგენენ ჩვენ ეს სივრცე არ გაგვაჩნია სამწუხაროდ. თუმცა რას აკეთებენ ეს კანდიდატები, რომლებიც დღეს უკვე არიან რეგისტრირებული, დღეს CSCOM საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, რომ ასეთი არის 16 კანდიდატი, ვინც მიიღებს დღის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობას. თქვენ ისეთი გინახავთ რაიმე აქტივობა, რომელიც
ფიქრობთ, რომ იქნება გულის მოსაგები საზოგადოების მხრიდან? პირველ რიგში არჩევნების პროგნოზირება დიდი ალბათობით წინასწარ უკვე განსაზღვრული იყო. ამიტომაც ამ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატები ყველა რაღაცა საკუთარ შედეგს ეძებთ. ერთადერთი ვინც ორიენტირებულიც არ არის, ვინც პროგნოზირებულია როგორც გამარჯვებული, ეს არის ამჟამინდელი მმართველი პარტიის კანდიდატი. დანარჩენი ყველა ეძებს, მაგალითად, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და ყოფილი, ასე ვთქვათ, მათი კომპანიონი, პარტნიორი, ვთქვათ, ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე, ესენი, რა თქმა უნდა, ახლა ვის აქვს ილუზია, რომ ისინი მართლაც გამარჯვებაზე ზრუნავენ და მათ აქვთ შინაგანი რწმენაც ან მოლოდინიც, არა, ისინი მუშაობენ სრულიად სხვა მიზნებზე, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილი არის უფრო მეტად და არა საპრეზიდენტო არჩევნებისა. ანუ ისინი მაგალითად ცდილობენ რეაბილიტირებული იქნას მათი იმიჯი საზოგადოებაში. ერთი მხრივ, ვთქვათ, ბაქრაძე ცდილობს, რომ ეს სიცოცხლისუნარიანობა, როგორც მათთვის თავარია, ასე ვთქვათ, პირველი არა, მაგრამ მეორე ადგილის განაღდება იმ მხრივ, რომ მათ სიცოცხლისუნარიანობა ისე შეინარჩუნონ და სამომავლო პერსპექტივები გათვალონ, ვთქვათ, ნინო ბურჯანაძე იმ მხრივ, რომ ის ორგანული ნაწილი გახდეს, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი შანსი და საშიშროება იმისა, რომ მარგინალ სივრცეში გადადიოდა და მას საერთოდ არავინ ცნობდა და დღეს არის პროცესების ორგანული ნაწილი, მოახერხა მან ესე ვთქვათ, დანარჩენებიც, ასე ვთქვათ, ძირითად შემთხვევაში ეს არის ხალხი, რომელიც ძირითადად თვით პრეზიდენტირებაზეა ორიენტირებული. ან უფრო მეტად ცდილობს გაისაჯაროოს თავი, გახდეს საზოგადოებაში ცნობილი. ერთადერთი კანდიდატურა, რომელიც რეალურად რიტუალს ასრულებს, რომ საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული და სავარაუდოდ გაიმარჯვებს, ეს არის, ასე ვთქვათ, მმართველი პარტიის კანდიდატი. და იყო ერთი პიროვნება, რომელიც ქმნიდა თეორიულად შესაძლო ბარიერებს ამ კანდიდატისათვის და ის რეგისტრირებული არ არის, ასე ვთქვათ, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. საუბრობ ზურაბიშვილს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. და შეიძლება სულ ცოტა ხნით გადავინაცვლოთ სატელეფონო ხაზი ელდარ პირმისაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო პერიტუს ჯგუფის დამფუძნებელი და PR ექსპერტი. საღამოშიდობისა ელდარ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მენელებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით გაიცემაში მონაწილეობაზე. ბატონო ელდარ, ხშირად განსაკუთრებით ქართული პოლიტიკოსების მხრიდან ვიგებთ ხოლმე, რომ ამა თუ იმ აქტივობას არ აკეთებენ PR-ისთვის, რომ არ იყენებენ PR-ს და ასე შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ დაუსრულებლად. არა და მე მგონი თქვენც, ალბათ ჩემი სტუმარიც, მეც ამ აზრზე ვარ და შესაძლებელია ჩვენი მსმენელების უმრავლესობაც, ყველა ვთანხმდებით, რომ PR-ის თემა პოლიტიკაში დღეს არის განსაკუთრებულად აქტუალური. თქვენს ბლოგში ძალიან საინტერესო სტატიას აქვეყნებთ სათაურით რამდენ სიხდიან PR-ში. გაგვაცანით თუ შეიძლება თქვენი დაკვირვება რადიო ეთერითაც. რამდენ სიხდიან დღეს PR-ში? დიახ, აი ზუსტად კარგი შეკითხვა იყო, მადლობა. აი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ბრძოლა, ანუ საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა თქვათ კანდიდატების თქვათ მუშაობა არის და მასში თქვათ რაღაცა ორგანულად არის PR-ის წარმოჩენილი. შე შემთხვევაში რატომღაც ესეთი PR კომპლექსი დავარქ მე რომ PR კომპლექსი აქვს, რომ ამბობენ, რომ ისიც ჩვენ PR-ს არ ვიყენებთ და ამის უნდათ რომ კარგად წარმოჩნდეთ. თუმცა, ანუ აი ჩემ ბლოგში და სტატიაში რა თქვენ ახსენეთ, იმას ვამბობ, რომ PR-ზე უარის თქმა ნიშნავს საუბარზე, კომუნიკაციაზე და მოძრაობაზე უარის თქმას. ჩვენთან აი ზუსტად ეს არის, რომ მე აი ამ არჩევნებზე ვერ ვხედავ მკვეთრად გამოხატულ PR აქტივობებს იმისათვის, რომ მათ გარდა იმისა, რომ თქვათ საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოონ, რაღაც ინფორმაციის მიწოდების და ზოგადად ამ ინფორმაციის მართვის ვალდებულება არსებობს, ხო? მე ვთვლი, რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეულწილად ინფორმაციული შიმშილი კანდიდატებთან დაკავშირებით. ანუ მეტი ინფორმაცია არის საჭირო, მაგალითად სხვადასხვა სფეროს შესახებ, არა მარტო თქვათ და იმიჯზე ზოგადად, ხო? ანუ ეს იმიჯი არის თქვათ ოჯახი, მათი დამოკიდებულება თქვათ გარემოზე, სამყაროზე, თქვათ რა ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ. იმიტომ ჩვენ თან განსაკუთრებით, ანუ პრეზიდენტზე ძალიან დიდი მოთხოვნილებები გვაქვს და თან ეხლანდელი მესიჯი იმისა, რომ ეს პრეზიდენტი არ იქნება ისეთივე პრეზიდენტი, როგორც იყო ადრე, ხო, ანუ ზუსტად ეს აფრთხობს საზოგადოებას, რომ მაშინ როგორი იქნება, ხო, ანუ ამის მკვეთრი იმიჯის წარმოჩენა, რომ ეს პროგნოზირებადი იყოს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომღაც გონია, რომ რაღაც მოვალეობის მოხდის მიზნით არიან ჩართული ყველა კანდიდატები ამ საარჩევნო კამპანიაში და ძირითადად იყენებენ ისეთ ტრადიციულ მეთოდებს და ძალიან ბანალურს, რომელიც 1000-ჯერ არის გამოყენებული და მაინც და მაინც შედეგიანი არ არის. ძალიან არ მომწონს ხოლმე ისეთი აზრი, რომ თავიდანვე თქვათ, რომ რაღაცა ყველაფერი გადაწყვეტილია მიუხედავად იმისა, რომ
თქვათ გვაძლევს საფუძველს გვაძლევენ ამ ყველაფრისა, რო თქვათ რაღაცა არსებობენ თქვათ გამოკვეთილი კანდიდატები და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მთელი რა ვიცი სხვადასხვა ისტორიები რაც კი მე გამიგია და მინახავს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მე ხარ თქვათ 10% და 20%-ს კი ვერ იმასიზამს რო თქვათ რაღაცა ეს 1% კონდეს და უცბად აკრიფოს ამდენი, მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითები არსებობს იმისა, რომ თქვათ სწორად წარმოებული პიარით და სწორად წარმოებული კომუნიკაციით შედეგი მიუღწევიათ. აი იმ მაშინ რამდენ იხდიან ზოგადად პიარში იხდიან იმიტომ რომ არა თქვათ გამდიდეს ვიღაც, არამედ სწორად იყოს ეს კომუნიკაცია წარმოებული და თან აქ გავამახვილებ ყურადღებას, რომ რამდენად სწორად არის მიზანი, ხო, ანუ მიზანი ჩამოყალიბებული იმისა, რომ კონკრეტულად მივიდეთ შესამიზნე აუდიტორია. დღეს ძალიან ჭრელია საზოგადოება, შესაბამისად, მათ სხვადასხვა კომუნიკაცია ჭირდება და ერთ ენაზე ყველასთან საუბარი, რაც დღეს ხდება, იგივე მესიჯების თვალსაზრისით, ხო, შეტყობინებები, რაც აქვთ მათ, რაღაც სლოგანები და მესიჯები, ვფიქრობ, რომ აი მთავარ არს არ გამოხატავს იმ პოლიტიკური ძალისა, რასაც ისინი წარმოადგენენ ან იმ პიროვნებისა. ძირითადად ან ორი უკიდურესობა გვაქვს ჩვენ, ან ვფიქრობთ, რომ მე რაც მაინტერესებს ის უნდა უთხრა საზოგადოებას და უნდა მოერგოს ეს საზოგადოება, თქვათ, კანდიდატს, ან მეორე პირიქით საზოგადოებაში რა ინტერესებიც არსებობს და რაც დამოკიდებულება, მოდი იქიდან გამოვალ. ანუ ფაქტობრივად ორივე შემთხვევაში რომ განვიხილოთ, ხო, ძალიან ისეთ სავალალო შედეგი გვაქვს. ანუ არ გვაქვს რომ ეს არის ზერელი დამოკიდებულება? ზერელი დამოკიდებულება და მე ვფიქრობ, რომ კიდე მთავარი პრობლემა იქნება, რომ არ მიდის მაგალითად არჩევნებზე მოსვლის კამპანიის წარმოება, რაც ყველა არჩევნებზე თუ არ ხდება, ხდებოდა ხოლმე სულ, აი მოდით არჩევნებზე, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ხმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ეს კამპანია განაპირობებდა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ამ არჩევნებს შეიძლება შეექმნას თვითონ დასწრების პრობლემა, იმიტომ რომ ორი კატეგორია ადამიანების არსებობენ, ერთი ვინც ჩათვლის, რო თქვათ, ერთ-ერთი კანდიდატი ისედაც იმარჯვებს და არ მივალ და მეორე საზოგადოება, რომელიც ჩათვლის, რომ თქვათ არაფერი არ იცვლება და შესაბამისად ჩემი ხმა მაინც არაფერს არ გადაწყვეტს. შეიძლება რომ თვითონ ეს დამოკიდებულება და ეს არააქტიურობა თუნდაც არჩევნებში მისვლის მოწოდებასთან დაკავშირებით ზუსტად პიარ სტრატეგიაში იყოს ერთ-ერთ ხერხად ჩადებული. მე ვფიქრობ, რომ არც ეს არ აწყობს, ანუ არც ეს აქტორს არ აწყობს ფაქტობრივად ესეთი ტიპის დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ უარყოფითად იმოქმედებს ეს ყველაფერი მათზე, მაგრამ აი ჩვენთან არაფორმალური ნაწილის წარმოჩენა, იგივე თქვათ ოჯახის წარმოჩენა და ასე შემდეგ, რომელიც იმიჯის ერთ-ერთი კომპონენტია, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? სამწუხაროდ არ ხდება. ერთადერთი თქვათ რაღაც პატარა გამონაკლისი, შეიძლება ესაც რაღაცა კულტურის ნაწილია, რომ თქვათ არ არის თქვათ მოდაში ესეთი ტიპის ტენდენციები, მაგრამ რადგან ჩვენ სოფლიოში ამათეს ფაქტია, რომ აქაც იქნება ისეთი მიმართულებები, რომელიც თქვათ უფრო მეტ სიმძაფრეს და მეტ ემოციას შეძენს ამ ყველაფერს. იმიტომ დღეს რაღაც ძალიან უემოციო კამპანია მივიღეთ, სადაც არაფერი არ ხდება და თან ჩვენ საზოგადოებას ფაქტობრივად მიეჩვია, რომ ბოლოში ხდება, ანუ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხდება ხოლმე ძირითადად რაღაც ისეთი მოვლენები, რომელიც ფორმირებას უკეთებს მათ აზრს და ძირითადად ეს არიან ჩვენ ვეძახით ესეთ მერყევი საზოგადოება, რომელსაც არ აქვს ჯერ ჩამოყალიბებული აზრი და ფაქტობრივად მას ჭირდება ბიძგი იმისთვის, რომ თქვათ რაღაც მივიდეს კონკრეტულ არჩევანის გაკეთებამდე. თქვენ როგორც ახსენეთ, არჩევნების პიკს ხდება ხოლმე მსგავსი რამ და ხშირად ამბობენ, ჩვენ გვახსოვს ამა თუ იმ არჩევნების დროს დაფიქსირებული მოვლენებისას ოპონენტებს უთქვამთ, მართალია ბატონი არჩილი არ მეთანხმება, რომ ოპონენტები არსებობენ დღეს საქართველოში, მაგრამ მაინც უთქვამთ ოპონენტებს, რომ ეს არ არის ეთიკური საქციელი, რომ ამით არ შეიძლება манипулირება მოსახლეობაზე. სად გადის ზღვარი, რა არის ეთიკური და რა არა? თქვენ როგორც პიარ სპეციალისტი, რას გვეტყვით? ვიცით რომ ჩვენ ძალიან სენსიტიური ერი ვართ ზოგადად, ხო? ხო, ანუ ფაქტობრივად აქ არის ხოლმე აი ძირითადად რომ არჩევნების დროს მაინც და მაინც ეთიკურ მოვლენებს არ აქვს ხოლმე ჩვენთან ადგილი, რატომ? იმიტომ რომ ეს კანდიდატები და ყველა არჩევნებზე თითქმის არ არის ხოლმე თანაბრობა ამ კანდიდატების. და ჩვენ კამპანიაშიც ვეხმარებით არა მარტო ექსპერტები, არამედ ყველა ტიპის საზოგადოება და აუცილებლად გვჭირდება ხოლმე გამოკვეთილი ლიდერი და
ვთქვათ, იმიტომ ხასიათშიც ესე გვაქვს, ვთქვათ, რაღაცა დაბალანსებული მიმართულებები არ მოგწოს, მაგრამ ამას მნიშვნელობა ეთიკას ძირითადად აქვს, რომ თავიდანვე თანხმდებიან და უნდა აღნიშნოთ ერთი პოზიტიური მიმართულება, რომ მაინც და მაინც რაც ხდებოდა, ვთქვათ, ჯერჯერობით ვერ მომშრალ ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებას, ვთქვათ, ერთმანეთის დისკრედიტაციის ცელობა ჯერჯერობით არ არის. ანუ თქვათ, რომ ერთმანეთზე, ანუ კამპანია აეგოს ისე რომ თქვათ სულ გაფუჭებულზე წარმოჩინდეს ერთ-ერთი ძალა, კარგად თუ არ ჩავთვლით მას რა ქვია დაპირებებთან დაკავშირებით მიმართულებას, რომელიც ფიქრობ, რომ ნაკლებად იმუშავებს, იმიტომ რომ ეს ადამიანებს უფრო აინტერესებს ვინ რას გააკეთეს და კონკრეტულად რა შესთავაზებს, თქვათ და ეს მესიჯი როგორ იქნება წარმოჩენილი, ვიდრე ის რომ ვიღაცა რაღაცა არ შეასრულა და როგორ გააკეთა და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ტიპის მიდგომები არ არის და ეს იყო ფაქტობრივად ერთ-ერთი მცდელობა იმისკენ, რომ რაღაცა ეს ეთიკური შეთანხმება, მე ვფიქრობ, რომ რაღაც შეთანხმება შედგა, რომ თქვათ ერთმანეთს ხავს არ დაეხმებოდნენ ყოველ შემთხვევაში არაეთიკური სახით, მაგრამ დღეს უკვე მნიშვნელოვანია თითო პროცენტის, თითო ადამიანის ხმაც, ასე რომ მე ვფიქრობ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო შეგვექმნება და მათ შეექმნებათ ზოგადად ეთიკის პრობლემები და არ მგონია ამაზე იფიქრო. იმიტომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი მარეგულირებელი, როგორც მედია საშუალებაში, თქვათ რა არის ეთიკური და რა არ არის და ზოგადად ყოველთვის ისეთია ხოლმე ეთიკის თემა, როდესაც დიდ ბევრს ვისაუბრებთ მასზე, იმიტომ რომ არასდროს არ ხდება ხოლმე მისი დაცვა. გასაგებია, თქვენ ბლოგში წერს, რომ კომუნიკაციის და ეპოქის კომუნიკაციის ანუ პიარის ეპოქაში ცხოვრობთ და დღევანდელ მსოფლიოში, ვინც მართავს ინფორმაციას, მას აქვს ძალა უფლება, ხოლო პიარი გვევლინება ინფორმაციის მართულად. ვინ მართავს დღეს თქვენი აზრით ინფორმაციას? რაც შეეხება პიარს, თქვენ უკვე დაახლოებით ჩამოაყალიბეთ, როგორ უნდა ხდებოდეს პიარ კამპანიის წარმოება, რომელსაც ამ არჩევნების პერიოდში ყოველ შემთხვევაში დიდად არ შეინიშნება ძრა ამ მიმართულებით. ვინ მართავს დღეს ინფორმაციას? ანუ მე ვფიქრობ, რომ დღეს აი ზოგადად ესეთი არსებობს ხოლმე აზრი, რომ სადაც არ არის საკმარისი ინფორმაცია, იქ ჩდება ჭორები. დღეს ფაქტობრივად სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ ჯგუფებში ინფორმაცია უფრო მახინჯდება, ანუ არასწორად არის ხშირ შემთხვევაში მიტანილი, რასაც თქვა ცხადყოფს იგივე საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაციები, რომელსაც არავინ არ თხოვს პასუხს სიმართლეს დაწერენ თუ არა. შემდეგ ამის ინტერპრეტირება ხდება ხოლმე სოციალურ ქსელებში. შემდეგ ეს გადადის საზოგადოებაში. თან საზოგადოება დღეს უკვე ძალიან გახსნილია პოლიტიკური თემების მიმართ და ინტერესი ძალიან დიდია. შესაბამისად პოლიტიკური ძალები ვერ აბალანსებენ, ანუ მეტ ინფორმაციას ვერ აწარმოებენ იმისათვის, რომ ეს ინფორმაციული შიმშილი დაუკმაყოფილონ ფაქტობრივად ამ საზოგადოებას და დღეს ზუსტად ეს ინფორმაციის მართვის სადავეები არის ფაქტობრივად მიშვებული. და აი ზუსტად ეს მიშვებული სადავეებიდან რა შედეგს მივიღებთ, ანუ არადაბალანსებული ინფორმაციიდან არამართული ინფორმაციიდან და ხშირად ვიღებთ ხოლმე ისეთ რაღაცებს, იმიტომ ძალიან რთული ხდება დღეს ჩვეულებრივი ამომრჩევლისთვის და არამარტო ჩვეულებრივი ამომრჩევლისთვის, არამედ მეტნაკლებად თქვათ გათვითცნობიერებულ პროცესისთვის სიმართლის და ტყუილის გარჩევა და ფაქტობრივად აი აქაც მნიშვნელოვანია, რომ თან აქაც ექსპერტებიც და ზოგადად თქვათ ცნობადი ადამიანებიც რაღაცა ჯგუფებად იყოფიან. ანუ თქვათ რაღაც კონკრეტული ადამიანები ფიქრობენ იმიტომ ისე რომ რაღაცა კონკრეტულ ჯგუფს და ინტერესს წარმოადგენენ, შესაბამისად საზოგადოება საერთოდ დაბნეულია. იმიტომ თქვათ ექსპერტობის და ზოგადად ამ მიმართულების მნიშვნელობა თქვათ იგივე პოლიტოლოგის თავარი არის, რომ გაათვითცნობიეროს კონკრეტულად თქვათ რაღაცა პოზიცია გამოხატოს, რომელიც მიემხრობა რომელიმე მიმართულებას. თუმცა ახალ საზოგადოებაში არის დაბნეულობა და ამიტომ ნდობას ხშირ შემთხვევაში აღარ იწვევენ თავად ეს პერსონებიც. დიახ, კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ელდარ პირმისაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების აგენტო პერიტოს ჯგუფის დამფუძნებელი და პიარ ექსპერტი იყო დღეს რადიო მედიის გადაცემაში პიარ ფორუმი გვერდებოდა ტელეფონით, მან შეაფასა მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და გავიგეთ მისი აზრი, როგორ აფასებდეს კანდიდატების აქტიობას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა არჩეულ გადაცემაში სტუმრობისთვის. ელდარს ჩავეკითხეთ ეთიკასთან დაკავშირებით და ძალიან ხშირად არის ხოლმე მცდელობები არჩევნების პიკს, მიწურულს სამზადისის დროს ხდება ხოლმე ისეთი მოვლენები, რომელიც მოსახლეობას რადიკალურად გადააჯგუფებს ერთი მხრიდან მეორესკენ. თქვენ გაქვთ მოლოდინი ამჯერად, რადგან გარკვეულწილად ინფორმაციული შიმშილია, როგორც აღნიშნეთ, საზოგადოებაც დაბნეულია.
უფრო მეტად მერყეობა ჭარბობს მე მგონი ამ შემთხვევაში, რადგან ბოლომდე გამოკვეთილად არ ჩანს მაინც. პირველ რიგში ჩვენთან პროცესები არა მხოლოდ ამ მხრივ ზოგადად არაეთიკურობის კულმინაციაზე ადის ყოველთვის. ახლაც ასეა მაგალითად ამავე დისკრეტირების რეჟიმში არის ნაციონალური მოძრაობის მთელი კლიპები არის აგებული ნეგატივზე, ასე ვთქვათ, ხო? ანუ როლები შეიცვალა, თორე პრაქტიკულად თითქმის თანაბარი მეთოდოლოგიით ურთიერთობს საზოგადოებასთან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. სხვადასხვა ძალიან საინტერესო მომენტია თქვათ, წინ საპარლამენტო არჩევნების წინ თუ კი ნაციონალური მოძრაობა გამოდიოდა დევით, რომ აი ბევრი რამე უკვე წარმატებულია, მაგრამ ჩვენ მეც ვცდილობთ, ხოლო მეორე მათი ძირითადი ოპონენტი ცდილობდა თქვათ ბრალმდებლის როლში გამოსულიყო. ახლა პირიქით შეიცვალა, ანუ ქართული ოცნება გამოდის, რომ აი უკვე 11 თვეში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და კიდევ მეც ვცდილობთ, ასეც არის ძირითადი მესიჯი, ხოლო ნაციონალური მოძრაობა გამოდის ბრალმდებლის როლში. ამიტომ ეს მთლიანად ეს ნიშნავს იმისკენ, რომ არაეთიკური პროცესები მიმდინარეობს და მეორე რაც შეეხება ინფორმაციის შიმშილს, ჩვენ მაშინ დავაზუსტოთ ინფორმაციის შიმშილი კი არ არის რეალური ინფორმაციის შიმშილია, თორე ინფორმაცია მიედინება უამრავი ფორმით ჩვენთან და ამიტომაც დეзინფორმაციით კარგად ნაკვები საზოგადოება ვართ. აი სწორი ინფორმაცია იქ უკაცრიელად. როგორ გავარჩიოთ დეзინფორმაცია და მართებული ინფორმაცია ერთმანეთისგან? მოდით სულ ცოტა ხანში საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავარკვევთ. საღამოშტობისა კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და სულ რამდენიმე წუთში შემოგიერთდებით დღე ეთერში. მადლობა რომ გვისმენთ. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. საღამოშტობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. მონესმეთ გადაცემას PR ფორუმი გახლავართ ნინი ხუგაშვილი. დღევანდელ თემას გთავაზობთ მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, როგორ აფასებენ კანდიდატების აქტივობებს PR სპეციალისტების. სტუდიაში სასაუბროდ მოწვეული მყავს საზოგადოებრივი მართვის კომუნიკაციების სპეციალისტი ბატონი არჩილ გამზარდია. საღამოშტობისა კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მეწვიეთ გადაცემაში სტუმრად. არჩილ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსედ ხდებით ხომ საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე წელს. გადავიდოდი. ხო. ასიდან მეოთხეა, მესამეა ოფიციალური პიროვნება. მემზადებით ამ შედეგისთვის. ღირებულებები რითაც ხდება ხოლმე უმთავრესად კანდიდატების მხრიდან აპელირება, რამდენად პროგრესირებს. შეიძლება რომ გადავავლოთ თვალი. არის ეს პროგრესი შეინიშნება ამ თვალსაზრისით? იცით ახლა რა გამახსენდა 80 ახლა ზუსტად 96-97-ში იყო არჩევნები და მე სასწავლებლიდან მოვიდიოდი და ეს ეპიზოდი კარგად მახსოვს, როდესაც ერთ-ერთ გაჩერებაზე ესეთი ქაღალდზე არის დაწერილი ესეთი ფრაზა: საარჩევნო პლაკატია. შია აქვს, ყური აქვს, ცივა, მოგვეცი ხმა ჩვენ. ვიღაცა ნომერი 1707 ვთქვათ. ხო. ამიტომ ვფიქრობთ რომ შეიცვალა, აი ფაქტობრივად 96-97 წლებში ეს რატომ? გან იმიტომ რომ საზოგადოება უბრალოდ ჩვენთან ვერ გავსდით იმ ფიზიოლოგიურ დონის საჭიროებას, არა ესეთი ცნობილი სპეციალისტი ხო ყავს ვართ მასლოვ, რომელიც იძახის რომ საზოგადოებრივი საჭიროებები ზოგადად მოთხოვნილებათა იერარქიის ყველაზე უმდაბლესი საფეხური ეს არის ფიზიოლოგიური საფეხური. ჭამა, ყურვილი, რაღაცა ელემენტარული პირობები ვთქვათ. შემდგომ მოდის უკვე და ეს რომ საზოგადოებაზე მე რეიზდება უკვე უსაფრთხოების ცნობა, თვითრეალიზაცია უკვე პიკი და ასე შემდეგ ეს რამდენიმე საფეხურია, არა? ამიტომაც ჩვენ დღეს ჯერ კიდევ საზოგადოება ვართ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დონეზე. ანუ ძირითადად ვინც გინდა იყოს, რა არჩევნებიც გინდა იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ რომ პარადოქსია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები, მაჟორიტარის არჩევნები და ყველა ერთსა და იმავე მესიჯებით და ერთსა და იმავე ტექსტებით გამოდის. ეს არის რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება ჯერ კი ინფორმირებული არა, ვინ რაზე არის ასე ვთქვათ მოწოდებული, ორიენტირებული და არც აინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს რომ ვიღაცამ იმაზე უარესი პირობები არ შეგვიქმნას. მაგალითად, არ ჩნდება საზოგადოებას, არ აქვს ინტერესი მაგალითად ესა თუ ის კანდიდატი როგორ ახდენს ქვეყნის მოსახლეობის როგორც ერის განვითარებაზე, ერის უსაფრთხოებაზე, თანამედროვე გლობალურ გარემოში თვით იდენტობის გადარჩენაზე, მრწამსზე, მთავარ ფასეულობებზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მსგავსი რამე როდისმე ვინმესკენ გაგიგია. ტარდება კვლევები, საზოგადოების აზრი ვის მიაქვს, თქვათ, იგივე კანდიდატებამდე, რის შედეგადაც უკვე ღირებულებების შედეგად ხდება ხოლმე, თქვათ, დაპირებების მიცემაც იგივე იყო ბოლო პერიოდში ჩვენ გვახსოვს წინარჩევნების დროს, ხომ, სამართლიანობისკენ ლტოლვა, თქვათ.
ხო, ანუ ეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა რამდენად არის რეალურად, რამდენად ხორციელდება? ჩვენთან მე პირადად არ შემხვედრი არასოდეს. ზოგადად კვლევების მიმართ ძალიან აქ რაც მიმდინარეობს ჩვენთან კვლევების მიმართ საკმაოდ კრიტიკული განწყობა მაქვს. ერთი იმიტომ რომ თანამედროვე პროპაგანდისტულ კომუნიკაციებში ზოგადად აი ეს საზოგადოებრივი გამოკითხვები, კვლევები და მათი გასაჯაროების მოტივი სრულიად სხვანაირად არის აღქმული. კერძოდ ეს გულისხმობს იმას, რომ მიმდინარეობს არა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მერე გასაჯაროება, ანუ კი არ გვეუბნებიან თქვათ მედიით იმას რა სპიკრობს ხალხი, არამედ საზოგადოებრივ აზრს კი არ არკვევენ, არამედ ფორმირებას უწევენ. ანუ რა არის ამაში მთავარი წყარო. ესე იგი, ჩვენ აზრი კი არაა საინტერესო, ჩვენ გვიქმნიან ამ აზრს, ჩვენ შექმნილ აზრს კი არ იკვლევენ, ჩვენ გვიდებენ ტვინში რაღაცა კონკრეტულ პოზიციებს. აი ამაზე არის ძირითადად მთელი ეს კვლევები ორიენტირებული. ამიტომ იქ მე ძალიან ბევრი ლაფსუსი არის, მაგრამ ყველა კანდიდატს აქვს საკუთარი რაღაცა საოცარი წყაროებით ჩატარებული კვლევა და ყველა მათგანის კვლევების მიხედვით ისინი არიან პირველები. ხო, ეს სტანდარტია. სტანდარტია. ეგრეთ წოდებული ფსევდო ნეიტრალური ორგანიზაციები საერთოდ კიდევ სხვა მხრივ გამოდის. ჯერ ერთი ასეთი კვლევები არის ძალიან ძვირფასი და ძვირი. და ცოტა სხვანაირად თუმცა ფიქრობ რომ ნამდვილად ღირებული უნდა იყოს მისთვის თუნდაც სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ესაც ჩემი პირადი მოსაზრება ბუნებრივია მაგრამ აი იცით რა არის ყველაზე სამწუხარო ჩვენს საზოგადოებაში ჩვენს ქვეყანაში რომ რატომ არ ვაკეთებთ იმიტომ რომ არ შეგვიძლია პასუხი დავუბრუნოთ და შედეგი დავდოთ მე მოთხოვნების შესაბამისად აი ერთი ეს აუცილებლად მაგრამ მანამდე არის თავად კვლევის მეთოდიკაზე ჩვენთან კვლევების ჩატარება არის ძალიან ძნელი იმიტომ რომ აი მაგალითად ძალიან მარტივ დონეზე რა ახსნა ეს არ არის ტრენინგი ან თეორიული ლექცია მაგრამ იმისაც რომ გავარკვიოთ ამა თუ იმ საზოგადოებრივი ფენის პოზიცია რომელიღაცა კონკრეტულ საკითხთან თან პირთან მიმართებაში ან უნდა გამოვიკვლიოთ ყველა მათგან რაც თეორიულად შეუძლებელია. ან იღებენ ხოლმე რაღაცა ზოგად აუდიტორიულ მახასიათებლებს და ცდილობენ კომპონენტების შექმნა. ანუ 100 კაცში მაგალითად მეორე კატეგორიის მასწავლებელი რამდენია, სტუდენტი დაბალი სოციალური ჯგუფით რამდენია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩვენთან ეს არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. რატომ მაგალითად სიტყვაზე ევროპაში მეორე კატეგორიის მასწავლებელი თითქმის ყველა მეორე კატეგორიის მასწავლებელი თანაბარ სოციალურ მდგომარეობაშია. ჩვენთან მსგავსი რამე არ არის, ხომ? აბსოლუტურად ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული. ამიტომ ეს შერჩევაც არის ძალიან რთული. მეორე, ეს მარტივად თქვი კიდე. მეორე, ეს არის აი ამ კვლევის დროს რესპონდენტების გულწრფელობის საკითხი. ჩვენთან რესპონდენტებს საერთოდ ქართველი, აი რატო არ გადაცემებიც კი ძალიან რთულად კეთდება და ჩვენ ქართველებს რა გვართ, იცი, ჩვენ თვითპრეზენტირების პროცესში ვართ ხოლმე სულ და რაღაცა იმის ნაცვლად რომ გავიხსნათ თავისუფლად ვილაპარაკოთ, უბრალო გადაცემაშიც კი მათ შორის, ჩვენ რაღაცას ყოველთვის ვარტისტობთ და თამაშობთ ხოლმე მათ შორის. ამიტომაც გულწრფელი პასუხები, რომელიც თავარი წყარო ამ ყველაფერს არის ძალიან ცოტა. მესამე არის რაღაცა მეთოდები შუალედური გამოკითხვის გზები, 1000 რაღაცა საშუალებები, რომლის დროსაც არ ყვევენ რესპონდენტმა ერთსა და იმას შეკითხვა სხვადასხვა კონტექსტით რომ უპასუხა რეალობა რა არის. აქ უკვე კარგი ანალიტიკოსები გვჭირდება, რისი ასევე ძალიან დიდი დეფიციტი. ამიტომ ეს არის რა, იცით, ნებისმიერ ხა თქვენ მეზობელს რო გითხოთ, რომელიც საერთოდ დარგთან კავშირში არ არის რომელიღაცას და შეაფასებინოთ მიმდინარე პროცესები ან კითხოთ აი საზოგადოებას რა ჭირდება ძირითად სურათს დაახლოებით იგივეს დახატავს, რასაც ნებისმიერი ამგვარი კვლევითი ჯგუფი. ამიტომაც ეს არის ზოგადი დაკვირვებისა და რაღაცა ზოგადი შეფასებების დონეზე და ძირეული კვლევა არ რჩება. პლუს ჩვენი საზოგადოებრივი აი ის რაც ახლა თქვი, ფიზიოლოგიური დონე, რომელიც იქითაც ჩვენთვის არაფერი აღარ არსებობს და აი ამ მდგომარეობაში ვართ სამწუხაროდ. რაც მთელ ამ პროცესებს უზიდეს ბარიერად ევლინება. ნახოთ რას ფიქრობს ამ საკითხს სოსო გალუმაშვილი, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი. საღამშვიდობისა, მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. ბატონო, მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. როგორ აფასებთ თქვენ კანდიდატების აქტივობას? არჩილ გამზარდია და ელდარ პირმისაშვილი თვლიან, რომ პროცესი არის ძალიან პასიური. ვეთანხმები ამ ორ ბუმბერას ადამიანს შეფასებაში. რადგან პრინციპში ყველაზე წყნარი, მშვიდი, ასე ვთქვათ, დაალაგებული არჩევნები აქვეების როლა არ არის, არ ხდება სხვაგვარად მოაზროვნეების დაპატიმრება, არ ხდება დაშინებები, მუქარა, ძალადობა, ეს ძალიან კარგია ერთის მხრივ, შესაძლოა ამის გამო ჩვენ მიჩვეულები ვიყავით წლების განმავლობაში და არა მარტო ამბობენ ხოლმე რომ მხოლოდ ეს რაღაც 9 წელი იყო ესეთი ისინი ჩვენ გვახსოვს 99 წლის არჩევნების 95 წლის აი ზუსტად ასეთი 2002-ის ზუსტად ისეთივე დაახლოებით ისეთივე დაძაბულობა იყო როგორც იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და
აქედან გამომდინარე, მოსახლეობაშიც ბევრ ექსპერტშიც არის ესეთი მოთხოვნა, რომ აქაც რაღაცა მეტი ექშენი იყოს, მეტი დაძაბულობა, მეტი დაპირისპირება. ალბათ რაღაცა გარკვეულწილად წავედით იმ მიმართულებისკენ, რასაც ქვია ევროპული მიმართულება, წყნარად, შვიდად, პაექრობა არა მუსკულების მეშვეობით, არამედ აზრების, იდეების, ნოუ-ჰაუს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო არის ამ მხრივ ეს არჩევნები. მაგრამ მეორე მხრივ, აი ნოუ-ჰაუ ახსენე სამწუხაროდ არის რაღაცა გარკვეული ახალი სიტყვა, რაც შეიძლებოდა რომ მიეწოდებინა ამომრჩევლის ელექტორატისადმი არც ერთ კანდიდატს. შეიძლება ეს მათ რაღაცნაირად შენახული აქვს ბოლო პერიოდისთვის, თუმცა ახლა ფაქტობრივად ძალიან დუნედ მიმდინარეობს და მაინც კიდე ერთი პრობლემა, რაც თქვა წარსულიდან გამოგვყვა ჩვენ, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საბოლოო ჯამში მაინც საზოგადოებასთან ურთიერთობა დღეს გაიგივებულია ეგრეთ წოდებულ publicity-თან. ანუ რამდენად გამოჩნდება ესა თუ ის კანდიდატი ამა თუ იმ მედია საშუალებაში, რა სიტყვიან მასზე და ასე შემდეგ. უფრო თარგეტირებული, უფრო მიზანმიმართული კამპანიებს ველოდი მე სხვადასხვა კანდიდატებისგან. ეხლა რაღაცნაირად თითქოს ყველა ერთი მეორეს გავს თავისი კამპანიით, ცოტათი განსხვავებული აღმოჩნდა ბურჯანაძე, რომელიც რაღაცა გარკვეული ტიპის კრეატივებს, ანუ ის გუნდი, რომელიც მას თამაშობს, რაღაც გარკვეული ტიპის კრეატივებს, აი ესე შევაფასებდით თუ რაღაცა ძალიან განსხვავებული არ თქვი, პიოდერისგან და ბატონო არჩილისგან თვითონ საპრეზიდენტო კანდიდატების კამპანია. თქვენ ახსენეთ ერთგვარად გამოვიდა ყოველ შემთხვევაში ასე რომ ინერციით მოგყვება განწყობა რომ რაღაცა განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ არჩევნების წინ და თავად მოსახლეობაშიც არის მეტნაკლებად თქვა და ესეთი განწყობა. რა თემების წინ წამოწევით ცდილობენ მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას? შედეგები ვერ ვიტყვით რომ არის ძალიან განსხვავებული, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ რომ ყველას საკუთარი გათვლა აქვს ამ არჩევნებიდან. ყველას დაგეთანხმებით მე ამ იმაში რომ ყველა ამ განცხადებაში რომ თითოეული კანდიდატი რაღაცა კონკრეტულ საკუთარ მიზანს ისახავს ამ არჩევნებზე. ну პრინციპში ჩემის აზრით შესაძლებელია ეგეთი რაღაცა ითქვას რომ ალბათ პირველობისთვის და გამარჯვებისთვის მაინც გიორგი მარგველაშვილის კამპანია გამოიყურება სწორედ აი ესეთი გამარჯვებისკენ მიმდინარე ნინო ბურჯანაძის კამპანია არის გარკვეულწილად ყურადღების მიპყრობა არა მარტო ქართული ელექტორატის და საზოგადოების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების და პრინციპში დავით ბაქრაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის არ გავიდეს მესამე ან მეოთხე ადგილზე და მისი პოლიტიკური ძალა დარჩეს ფაქტობრივად ერთადერთ ალტერნატივად, ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად საქართველოს დღევანდელ სიტუაციაში, საქართველოს პარლამენტში. და მათი ქმედებები არის ადეკვატური ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, ასე ვთქვათ, არის მათი ქმედებები ადეკვატური? პრინციპში იცით, აი ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ორივე, ასე ვთქვათ, მეორე ადგილისთვის მებრძოლი კანდიდატი სწორედ მიდის, ისინი იკავებენ იმ ნიშებს, სადაც გარკვეული თავისუფალი ადგილები დატოვა, თქვათ, სახელმწიფო კანდიდატმა. რაზე აკეთებს სახელმწიფო კანდიდატი დღეს აქცენტს? თქვენ ახსენეთ, რომ ის მიდის სწორად. რომელია ეს მართებული, თქვათ, მიდგომა, რაზეც კეთდება აქცენტი? ეს მიდგომა არის ის, რომ ის გამოდის როგორც ფაქტობრივად მისი პროგრამა, მისი მიმართულება, მისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან მე მომაგონებს თითქოს ის უკვე ერთხელ იყო პრეზიდენტი და ეხლა მეორე ასე ვთქვათ ვადაზე იყრის კენჭი, იმიტომ რომ მას ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს პრემიერ-მინისტრისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრემიერ-მინისტრი, როგორც პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში არამედ როგორც ძალიან ძლიერი პიროვნებისგან, რომელმაც პრინციპში 2012 წლის არჩევნები თავის გუნდთან ერთად მოიგო. აქედან გამომდინარე,
მისი ფრონტი უფრო მეტად გაშლილია, მას აქვს უფრო მეტი ზურგი იმისათვის, რომ მის კამპანია იყოს საყოველთაო და რაღაცა გარკვეულ პატარ-პატარა ნიშებს აღარ გამოეკიდოს. ბაქრაძეს აუცილებლად ჭირდება რაღაც კონკრეტული მესიჯის მიწოდება საზოგადოებისათვის, იმისათვის, რომ ის ნიშა, რომელზეც ჩვენ მე უკვე ზევით ვახსენე, არავინ არ დაიკავოს და მას კონდეს. ეს არის თქვა ხელისუფლების, მთავრობის კონტროლის ძალიან კარგი საშუალებად ესახება მას პრეზიდენტის სავარძელი. და რაც შეეხება ბუჯარაძეს, აი სწორედ ერთი კვირის წინ გაკეთდა ესეთი ძალიან საინტერესო განცხადება, ის ქმნის არაპარტიული პიროვნებების დარბაზს, სადაც ფიქრობს, რომ თუ შესაძლებელია ეგრეთ წოდებული მერხევი ელექტორატის მოზიდვა სწორედ არაპარტიულ პიროვნებაზე აქცენტის გაკეთებით. ანუ ის ამბობს, რომ კი ვარ პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ აგერ მე უფრო არაპარტიულ ხალხზე, პარტიების არამიმდევარ ადამიანებზე ვიმუშავებ უფრო მეტად და ეს დარბაზი სწორედ აი ამაში შეიძლება გამოიყენოს და გამოადგეს ქალბატონ მინოს. ფოტოშოპი და ტემპი აი ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო გაიზარდა, გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნევა და მე ვფიქრობ, რომ ოქტომბრის უკვე პირველივე რიცხვებიდან უფრო საინტერესო ჭიდილის, უფრო საინტერესო პერიპეტიებს ნახავთ, რასაკვირველია პირდაპირ შემიძლია თქვა და გამოვრიცხო, რომ ეს 2012 წლის არჩევნების პოლიტიკური ტემპერატურის თვალსაზრისით არ შეედრება, ვერ შეედრება, არ იქნება ის რაღაც გარკვეული გარემოებები, რომელიც აფერხებდა არჩევნების ჩატარებას და თავისუფალინების გამოხატვას მოქალაქეების, თუმცა ტემპერატურა ნამდვილად აიწევა და ყველაზე პიკი ამ ტემპერატურის ალბათ იქნება თუ ეს ჩატარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ეგრეთ წოდებული დებატები. ძალიან დიდი მადლობა. სესო გალუმაშვილი ჯეფრას უფროსი კონსულტანტი უკეთრავად აფასებდა კანდიდატების აქტივობებს. უღრმესი მადლობა. რაც შეეხება თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, ბატონო არჩილ, თუ შეიძლება თქვენ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი ბრძანდებით და იქნებ გითხრათ, როგორ ფიქრობთ თქვენ რა ჭირდება დღეს საზოგადოებას? ასე მახსენა რომ მართალი არის პასიური რეჟიმი, მაგრამ ყველა მიზანმიმართულად მიდის გათვლილი, ასე ვთქვათ, მათთვის სასურველი შედეგისკენ. თქვენც ასე ფიქრობთ? საზოგადოების სურვილების ადეკვატურად მოქმედებენ ისინი თქვენ? იცით რა შეასაქმე, აქტიური კამპანია არ ნიშნავს იმას, რომ მინი დეტექტივებს უყუროთ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ძაფსიუჟეტიან ფილმებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების არჩევნები პასიურად მიმდინარეობს. მაგრამ მიხედავთ, რომ სრული სიმშვიდეა, სრული არის რა. ჩვენს კანდიდატებს არავის არაფერი აქვს სათქმელი ხალხისთვის. მარტივად ვამბობ და ხისტად ასე ვთქვათ. როდესაც კანდიდატი მოდის არაფრით რეალურად, ის არ არის გულწრფელი, მას არ მაქვს არაფერი საზოგადოებისათვის, სათქმელიც არაფერია, ამიტომ თამაში მიმდინარეობს. მე რატო ვახსენე წეგან რიტუალი სიტყვა. რიტუალური დანიშნულება აქვს ყველაფერს, რაც ხდება და რაც მოხდება კიდევ ოქტომბერში. აი სხვაგან კანდიდატები რეალურად რაღაცებს ზრუნავენ თითოეული თავის ნიშაზე, თავის ფუნქციაზე, უყვარს საკუთარი ქვეყანა, რომელშიც ცდილობენ თავიანთი წვრილი ისე შეიტანოს, საკუთარი კერძო ინტერესიც დაიცვან მათ შორის, მაგრამ მათ შორის იმაზე დიდი ინტერესი, იმიტომ რომ პირველ რიგში ამ ხელარანგის ადამიანები მაინც ამ ქვეყანაშიც და ზოგადადაც უნდა იყვნენ ისეთი კატეგორია, რომელიც საკუთარ კერძო ინტერესებზე მეტად რაღაცა სახელმწიფოებრივს ხედავენ და რომლებიც შინაგანი ასე თქვა თვითრეალიზაცია არის სახელმწიფოსა და ერისა და ქვეყნის მიმართ სამსახური. ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. საქართველოში, რომელშიც ასე თქვა ძველ საქართველოში ყველა ასე ფიქრობდა, რა, და რიგითი ადამიანიც საკუთარ თავზე მეტად სამშობლოს ხედავდა, შეიძლება ზოგან ლოზუნგური იყო მიდგომა, შეიძლება არაგულწრფელი, მაგრამ ადამიანები პირდაპირ საკუთარ დაბადებას ხედავდნენ, რომ ემსახურონ ღმერთს და სამშობლოს. ჩვენთან ახლა თანამედროვე ქართველთან ღმერთს რა ესაქმება, ანუ სამშობლოს, ასე ვთქვათ, არა, იმ დღეს ერთ-ერთი ქალბატონია უნდა რომ რამდენი ხანია ტერმინი სიტყვა სამშობლო არ გამიგია. მეც მივხვდი რომ თითქმის არ ვიგებთ, იმიტომ რომ არაფერი აქვს სათქმელი კანდიდატებს. ეს არის ყველა რაღაცა ერთი ტიპის კლანების მეორე კლანებით შეცვლა. ახლა
ახალი ხელისუფლება. მე ძალიან მე თვითონაც როცა ამ ტერმინს ვიყენებდი ხოლმე, ახლა უკვე მოძველდა, მაგრამ მეცინებოდა ჩემს თავზეც მათ შორის იმაზე, რამდენად არასწორად ვასახელებდი სტატუსს. რომელი იყო ახალი ხელისუფლება, რომლებიც ბოლო რამდენიმე უკვე 10 წელზე მეტია და ბევრად დიდი ხანია 20 წელია თითქმის უკვე აქტივობები გაჩნია და სახელმწიფო ჩინოვნიკები იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან მეორე არასამთავრობო სივრცე, რომლებიც საქართველოში აქტიური არასამთავრობო სივრცე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ეს არის მინისტრის მოადგილეების ძირითადი ნაწილი, არა და ასე შემდეგ და რეანიმირების პროცესი მიმდინარეობს არასამთავრობოთა გზით და კათარზისი NGO-ების გზით უნდა გაიარონ, ასე ვთქვათ. ამიტომაც მოდის ეს სისუსტე კანდიდატებისას და საზოგადოებისაც. საზოგადოებამ კიდე აი მიიღო ერთი კანდიდატი, აი ყავს ივანიშვილი, როგორც ყავდა პირველად სააკაშვილი და სანამ რაღაც პროცესები უმართავი არ გახდა და ყველას ყელში არ ამოვიდა, ახლა ივანიშვილის არსებობა თავისთავად უკვე საკვები არის საზოგადოებისთვის, ისე რომ საზოგადოება რეალურად სხვა საკითხებით აღარ ინტერესდება. ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე, თუმცა აუცილებლად მაინც მინდა კითხოთ იმ ღირებულებებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ხდებოდა ხოლმე, გამოყენებული ელდერმა ახსენა ოჯახის თემა. ჩვენ ხშირად ხვდებით პოლიტიკოსებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად ხედავთ თქვა ტელეეკრანებზე და ასე შემდეგ. ანუ ღირებულებები მაინც თითქოს რაზეც ისინი აკეთებენ აპელირებას არის ერთი და იგივე. თანამედროვე საქართველოში შეიცვალა ეს ღირებულებები თუ ისევ ხშირად წყურიას დონეზე მოვდივართ და როგორ უნდა ამოვიცნოთ ასე ვთქვათ ამ დეზინფორმაციაში როგორც თქვენ ბრძანეთ თუ შეიძლება რომ ამით დავასრულოთ სწორედ როგორ უნდა მოვახდინოთ ორიენტირება. პირველ რიგში ყური აქცივა ოდნა შეიცვალა. ძირითადი არსი იგივეზეა ორიენტირებული. ეს არის ყველა ჩვენგანი საკუთარ ჯიბეზე ვართ ორიენტირებულები და ქვეყანაც და ყველა ფასეულობაზე როდესაც ვლაპარაკობ ჩვენთვის არის რესურსები ჩვენი პირადი კმაყოფილებისა, რაც პირიქით უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიყოთ თავისთავად რესურსი ქვეყნის კმაყოფილებისა. მეორე, რაც შეეხება აი ამ ბავშვები ფასეულობა არ არის, ახლა როგორც ბავშვების გამოყენება ხდება, ჯერ ერთი ეს ისედაც მოდის ლენინის დროიდან და ძალიან პროკომუნისტური გადმონაშთია. და მეორე მხრივ კიდე ბავშვი როგორც დაუცველი ასაკის მქონე პირი, რომელიც არჩევნების პროცესის სრულფასოვანი მონაწილე არ არის, იმიტომ რომ ის არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მისი გამოყენება ხდება როგორც რეკვიზიტი, იმიტომ რომ სხვა ფუნქცია მას არ გააჩნია, რა, როდესაც ბავშვი უსმენს ამ პლაკატს აფრიალებს, ის არის რეკვიზიტი. ეს ამორალურია, როდესაც პოლიტიკოსები ბავშვებს იყენებენ. და ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ვიყოთ დაცულები იმ რაღაცა ცრუ პროპაგანდისაგან, რომელიც ჩვენს გარშემო არის, ჩვენი დაცულობის ხარისხი არის მით მეტი, რაც მეტად თითოეული ჩვენგანი კრიტერიუმებს სწორად ვაყალიბებთ. რას უნდა ვაკმაყოფილებდეთ ჩვენ ქვეყნის მიმართ, ჩვენს ვალდებულებას დავინახოთ, უნდა, აი ქვეყანა სადაც სამოქალაქო საზოგადოება საკუთარ ვალდებულებას აღძნობს და მარტოუფლებას ითხოვს, ესე იგი გამთავრებულია ლაპარაკი. და შემდგომ გავიაზროთ ის ვალდებულებები ბევრად უფრო დიდი რანგით, როგორ გადაეცემა ქვეყნის პირველ პირებს და შესაბამისად მივხვდეთ მათი თამაში რამდენად ახლოსაა იმ რეალურ ღირებულებებთან და ლოზუნგები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ საარჩევნო კამპანიაში და ისეთ სხვადასხვა მედია საშუალებით, რამდენად ახლოსაა იმ შინაგან კავშირთან და შინაგან პასუხისმგებლობასთან ან ვალდებულებასთან. უღრმესი მადლობა მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, როგორ აფასებენ კანდიდატების აქტიობებს PR სპეციალისტები. ეს იყო თემა, რომელზედაც დღეს თქვენს ყურადღებას შევეჩერეთ. დღეს თქვენი ყურადღება გადაცემაში PR ფორუმი გახდეთ ნინი ხუგაშვილი, სტუდიაში თემაზე სასაუბროდ მოწვეული ყავდა საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზერდია. უღრმესი მადლობა ბრძანებისთვის, მსმენელებს ყურადღებისთვის და საუკეთესო სურვილებით მომავალ საერთო შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.